ციხიდან რო გარბიხარ და სამშვიდობოზე რო გახვალ რაღაცა საზღვარს რო გადაკვეთ და იცი რომ იქით ვეღარ გიპოვის, აი ეგეთი შეგრძნება მქონდა რომ მეთქი ღმერთო რა კარგია. ყოველთვის ვიცოდი რომ მოგზაურობისთვის ვიყავი დაბადებული. ახალი ადამიანები, ახალი ადგილები, ახალი ისტორიები. ეს ყველაფერი ჩემში იმხელა ემოციებს იწვევს, რომ შემიძლია ერთი მოგზაურობის შემდგომ ერთი წელი მხოლოდ ამაზე ვიფიქრო და მხოლოდ ამ ენერგიით ვიცხოვრო. ბედნიერმა, ღიმილიანმა და ენერგიულმა. ამიტომაც მოგიყვებით და გაგიზიარებთ როგორ ვიმოგზაურე, როგორ მოგზაურობ, როგორ დავგეგმე და ასე შემდეგ, რომ თქვენც გამოცადოთ იგივე. თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, რა თქმა უნდა. ალბათ გაგიგიათ ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპები რომ არსებობს. ან ბევრი ასეთი ეტაპი გამოგიuliათ. ჩემ ცხოვრებაშიც ასეთი ეტაპი დადგა და სწორედ ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი სოლო მოგზაურობაში ტაილანდში და შემდგომ ვიეტნამში. სულ 6 კვირა ვიმოგზაურე, ბოლო 2 კვირა კი ჩემი მეგობარი შემომიერთდა. ამ მოგზაურობამ ძალიან ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. უამრავი შიში დამამარცხებინა, რომელიც არც კი ვიცოდი რომ მქონდა. საკუთარი თავი კიდევ სხვანაირი გამაცნო და კიდევ უფრო შემაყვარა. უამრავი საინტერესო ადამიანი გამაცნო ამ მოგზაურობამ და იმდენი საინტერესო ისტორია და ამბავი მომასმენინა, რომ თავს რაღაცა უმდიდრეს ადამიანად გვგრძნობ და საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოგზაურობა იყო ჩემ ცხოვრებაში გარდამტეხი და ძალიან ბევრი დადებითი ემოცია დამიტოვა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ახლა მოგიყვებით უფრო დეტალურად ჩემ მოგზაურობაზე. სავადიხა, მე ვარ გვანცა და ეს არის ჩემი პირველი სოლო მოგზაურობა, რომელიც უკვე მე-10 დღეა. ხო? მე-10 დღეა, რაც მიმდინარეობს და არის დაუვიწყარი. კარგი. ეხლა მოგიყვებით, როგორ დაიწყო ჩემი მოგზაურობა, როგორ დავგეგმე, რა სირთულეებს გადავეყარე, როგორ ვერთობი, თუ ვერ ვერთობი. ნახოთ. ჩემს ემოციებზე რომ მოგიყვეთ, როგორი არის პირველად როცა მიდიხარ სოლო მოგზაურობაში. ვღელავდი, რა თქმა უნდა, თან გულწრფელად რომ გითხრათ, პირველად მგზავრობდი მარტო სრულიად, თან აზიაში, თან მიწევდა გადაჯდომა და ვარ ძალიან სუსტი ორიენტაციაში, ანუ ვერ ვაგნებ ხოლმე ვერაფერს. და ყველაზე მეტად ვღელავდი მაგაზე, რომ მეთქი, აი როგორ უნდა ვიპოვო რაღაც, არ ვიცი, რომ ვერ გადავჯდე, რომ მესმის რომ დებილური ფიქრებია რა. ოღონდ ისე მიმოგზაურია ბევრჯერ, მაგრამ სულ მეგობრებთან ერთად და ისინი რომ მიდიან რა და შენ რომ უკან ბატივით მიყვები და რაღაც და ეხა იყო ყველაფერი ჩემზე, აი ყველაფერი. ჩალაგების ხრივ გირჩევდით, რომ რაც შეიძლება მსუბუქად ჩალაგდეთ, ეს მე არ გამომდის, ამაზე რჩევებს ვერ გავცემ, როგორ უნდა ჩალაგდეთ მსუბუქად, მაგრამ შეეცადეთ. ანუ ეხა აქ უცხოელებს რო ხედავ, ვინც აი ჩემნაირად არიან ზურგჩანთებით წამოსულები, ჩემნაირად არავინ არაა წამოსული ამდენი რაღაცით. და მე ანუ ცოტა დეფილეზე გამოვდივარ ხოლმე ყოველ დღე სხვადასხვა რაღაც მაცვია რა და ეგ საერთოდ არაა საჭირო, გარეცხვის საშუალებაც არის, გარეცხავ, გააშრობ და მოკლედ არა აუცილებელი მართლა ყოველ დღე სხვადასხვა გეცვას. უბრალოდ ხა მე რადგან წამოვიღე, ვიცვამ, თორე არ არის საჭირო. მოკლედ ეს ღელვა ამ ფრენაზე, გადაჯდომაზე და რაღაცა იყო უბრალოდ ღელვა, რომ ჩავჯექი თვითმფრინავში და მივხვდი რომ პასპორტი ხოლში მიჭირავს, გამიშვეს, თვითმფრინავში ვზივარ. ზურგჩანთა მაქვს, ყველაფერი მაქვს, უკვე დავმშვიდდი და მოვდუნდი სრულად, თითქოს მორჩა დასრულდა ჩემი ნერვიულობა. ცხოვრობ ტაილანდელ ბერთან ერთად. ტყუად არ მეთქვა საქმიდან გაძლიერებული ჩამოვა მეთქი, იმიტომ რომ მივედი სადაც მოვდიოდი და ძალიან საინტერესო ადგილას ვარ, მოოდინებს გადააჯარბა. სიცილს დროს ვიკავებ და მშიერი ვარ, იმიტომ რომ ვერ ვჭამე საჭმელი. არ ვიცი. რამელის წინ სუპერპა სადვარ სამშე და ვერც ვჭამ ამას რამაჭმე და ძალიან ცნაურია ღმერთო რამელის ძალიან სახალისოა захалисо. If you need something, yeah, or you can want to ask me something. ეხა მომწერა მეოწავალ სამსახურში შენო დაისვენეო.
ადამიანს კუჟი რო ეწვის ისეშია, როგორ უნდა დაისვენ ღერდი გამაგებია. მითხი, ღმერთო, აქედან გამაქციე. და გამოვიქეცი და აი რომ მოვბოდი, გამოვდიოდი, მეგონა რომ იმაში ვიყავი რაღაც Truman-ის შოუში და გამიჩალიჩეს და მეღადავებოდნენ და ვიღაც გამომეკიდებოდა და რაღაც ტაილანდის პოლიცია კისერს მომიგრეხდა და ციხეში წამიყვანენ და აი ესეთი უაზრო ფიქრები მქონდა მართლა. თან მეცინებოდა რომ რა ხდება ჩემ თავს და თან როგორ ვიყავ ვიცი რომ გვანცა შენით გაიჩალიჩე, არავინ არ გაძალებდა ამ ყველაფერს. კაი, დავახვილე და სანამ საქმე შემოხდა. ერთო გონდა შემოხდა. ეს ძალიან დამწაფა. მეთო. ანუ ფული უნდა გადამიხადო დღეს $25 და volunteer სამსახურზე ვიყავი. ხეჭმელი არ ქონდა რაღაც სეშნალ სახლში მაცხოვრებდა და ეგ გადახდა არ იყო რა შეთანხმებული. ჩავჯექი ტაქსში ვარ საბშვიდობაზე და მივდივარ სასტუმროში. სხვათა შორის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ადრე გვანცა 11 დღე გაჩერდებოდა ამ ბერთან და იქნებოდა უბედური. როდ ასე გასრულდა ჩემი პირველი დილა, დღესაც ვერ დავარქვევ ბერთან ერთად. ამან მასწავლა სოლო მოგზაურობაში ის, რომ მორიდებული შეიძლება იყო, მაგრამ როცა გაგიჭირდება, აუცილებლად დაამარცხებ ამ შენ მორიდებულობას და ყველაფერს იზამ, რომ ისე მოიქცე, რომ მერე ბედნიერი იყო და ამიტომ თავი არ შეიკავოთ სოლო მოგზაურობისგან, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ მორიდებული ხართ. პირიქით, სოლო მოგზაურობა ბევრად გაგათავისუფლებთ ეგეთი მორიდებულობებისგან. მე ძალიან მეხმარება სოლო მოგზაურობა ბევრ მსგავს რაღაცაში. აქედან წავედი ჰოსტელში. ჰოსტელიც იყო ჩემი პირველი გამოცდილება და მაგაზეც ვხელავდი, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიჯექი ტაქსში და რო ვიცოდი, რომ ჰოსტელში მივდიოდი და იქ აღარ ვიქნებოდი, რომ მაგაზე დიდად აღარ ვღელავდი და მივედი ჰოსტელში, რომელიც იყო აუზით, ძალიან კაი გარემო და ამ შემდეგ და მე დაურეკე ჩემ ოჯახს, რომელიც ნერვიულობდნენ და აინტერესებდათ როგორ მოვეწყე ბერთან და ვურეკავ აუზიდან და ცოტა გამოშტერდნენ რომ აუზი აქვს ბერს და მეთქი არა. ყველაფერი გეგმები შეიცვალა. ერთი პრობლემა რაც ჩემ შემთხვევაში არსებობდა იყოს ეს მორიდებულობა, რის გამოც მე ჩემთან როცა მოდიან და მიწყენ ლაპარაკს ვესაუბრები, მაგრამ მე თვითონ ესე მისვლა ცოტა მერიდება ხოლმე. მაგრამ მაგისთვისაც სოლო მოგზაურობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეგ თვისება აუცილებლად მოსაშორებელი თვისებაა და უნდა დავძლიოთ ადამიანებო, ვისაც გვაქვს, მაგიტომაც ძალიან დამეხმარა ეს რამდენიმე დღე. თავიდან მე მიჭირდა, რაც ჩემთვის სადღაც დავჯდებოდი, მაგრამ მოდიოდა მე ხალხი მელაპარაკებოდნენ და ამ შემდეგ და ეხა უკვე მე შემიძლია ესე მისვლა. არა რა თქმა უნდა ისე თამამად როგორც ბევრს, მაგრამ მაქვს მოკლედ მაგის ასე თუ ისე უნარი უკვე შეძენილი. ჩემი დაბადების დღე უნდა აღმენიშნა 24 იანვარს და მინდოდა რაღაცა კარგად გართობილიყავი სადმე. იჟესი დაბადების დღე მქონდა. მეგონა მარტო დაბადების დღის შეხვედრა ტაილანდში შეიძლება არ ყოფილიყო კარგი და ძალიან კაი იყო ეცა. ვარ რაღაც ბარში და ცოცხალი მუსიკა და მინდა ვთხოვო, რომ ამიხდინო დაცემა და ბენდთან ერთად მომღეროთ. უთხარი რომ მეთქი თუ შეიძლება ესე რომ მომღეროთ მეთქი, არ მომეთქი ხა კარგი მომღერალიან რაღაც უბრალოდ ეს ჩემი ოცნება ამედი. და მითხრეს უარი. მე წავედი სხვა ბარში, სადაც ერთი გოგო მღეროდა, ძალიან ართობდა ხალხს და სულ იყვნენ ასაკოვანი ხალხი უმეტესად და რამდენიმე ახალგაზრდაც. და ნუ აი ძალიან გავერთე, უკარგესად უმღეროდა, თან ძალიან გვართობდა, თან ეს ხეცი რომ გამღერებს და რაღაცა და ძალიან კაი იყო. და ამ სიტუაციაში გავიცანი ორი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებმაც მითხრეს რომ შემოგვიერთდიო, მიხვდნენ რომ მარტო ვიყავი. მეთქი, ანუ რატომაც არა გადავჯექი და კიდე კაი გადავჯექი, იმიტომ რომ ესე ძალიან დიდი ხანია არ მომილხენია და არ მიცეკვია, რაც ამათთან ერთად ვქენით. რა თქმა უნდა გამოვიცვალეთ ბარები და ასევე მოუყევი ის ისტორია, რომ არ მომღერეს ბარში. ოღონდ ეს მოუყევი თავიდან, რომ გავიცანი, აი ხეცი რაზე ელაპარაკო რო არიცი და მეთქი აი ესე ჩემი დაბადების დღეა, ჩემი ოცნება იყო და ესე არ მომღერეს. და უცხო ადამიანებმა შეიწუხეს თავი, მივიდნენ მუსიკოსებთან, ისე რომ მე არ დამინახავს და თხოვეს რომ მემღერა ის სიმღერა, რასაც ავარჩევდი. და ვიმღერე უამრავი ხალხის თანდასწრებით და მართლა ისეთ ბედნიერი არ ყოფილვარ
ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე, რომელიც რა ვიცი, არ მეგონა რომ ავიხდენი, იმიტომ რომ მორცხვი ვარ და არ მეგონა რომ ესე მივიდოდი იმასთან და მე ვეთყოდი. მეც უთხარი, არ გამიმართლა, მაგრამ ბოლოს ესეთი სიურპრიზი გამიკეთეს. კარგად ვიშოპინგე, მაგრამ უკეთეს შეიძლებოდა. ალბათ ჩემზე ნიჭიერი ადამიანი შოპინგში უკეთესად იშოპინგებდა, მაგრამ მე მაინც კვაყოფილი ვარ, მეგონა საერთოდ ვერაფერს ვერ ვიყიდი. აქ ხო არის საპარიგვახე რა. სამი ქუდი ვიყიდე. რაც მინდა კაცმა არ იცის. მეორადების მაღაზიაში ჯაზია. და იქით ბიჭი უკრავს გიტარაზე. ძალიან მომწონს ეს მხარე. ბანგკოკიდან ვარ ცოტა შორს, სადღაც 9 საათის გზაზე ცენტრიდან, უფრო სწორედ თორე ბანგკოკში ვარ. და ესეთი ადგილია განსხვავებული, ჩემი აზრით, ცენტრისგან და მომწონს. კაია. კაი, ხო, ჩემ ბაიკ ტაქს უნდა მოვახტე, გამოვიძახო და წავიდე. მიხარია, სად ვარ, მარტო, ხო ჩახვანცა. ბანგკოკის ქაოსში ბოდიალი და საოცარი ადამიანების, კულტურის, ცოცხალი მუსიკის, ბაზრობების აღმოჩენა ჩემი ყველაზე საყვარელი აქტივობა იყო 2 კვირის მანძილზე. ბევრი ტურისტისთვის ბანგკოკი აუტანელიც კი იყო და რომ იგებდნენ 2 კვირა აქ ვიცხოვრე, ძალიან უყვირდათ. მე კიდე თითქოს ბანგკოკის სულს ჩავწვდი და იდეალურად გავუგე მას. რაღაცნაირად ესეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს მოგზაურობის დასაწყებად სწორედ ასეთი ადგილი მჭირდებოდა. ბუდიზმს შერწყმული, აწყვეტილი ღამის ცხოვრება, შთამბეჭდავი ტაძრების ფონზე. ნამდვილად სიგიჟია. ადამიანებზეც რომ თქვა 1-2 სიტყვა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ხალხი არსად არ გამიცნია. აქამდე წინა წელს ინდოეთში მიმოგზავრე და მეგონა რომ ინდოელები იყვნენ ძალიან ბედნიერები, ღიმილიანები, მეგობრულები. ტაილანდელების გაცნობის შემდგომ მივხვდი, რომ ინდური ღიმილი ცოტა აფერისტული იყო და ესენი მართლა გულით იღიმოდნენ. და ეს ყველაზე მეტად ბუდიზმის დამსახურება, რადგან ბუდიზმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა იცხოვრო ამ წამიერი ცხოვრებით და უნდა აკეთო სიკეთე, რადგანაც ხვალ არ იცი რა იქნება, ამიტომაც დღეს უნდა ასე ვთქვათ, ასხივო ბედნიერება, სიკეთე და იყო მეგობრული. ამიტომაც აბსოლუტურად ყველა ტაილანდელი მეხმარებოდა ყველაფერში. ოდნავ დაბნეულს თუ დამინახავდნენ ქუჩაში, Google Maps-ში რომ ვიყურებოდი და ვერ ვაგნებდი ქუჩას, ეგრევე მოდიოდნენ, უკითხავად და მეხმარებოდნენ. მართლა ესეთი სითბო და მეგობრული დამოკიდებულება არც ერთ ქვეყანაში არ მიგრძნია. ბევრ ადამიანს აინტერესებდა ბინძური იყო თუ არა ბანგკოკი და შემიძლია ვთქვა, რომ იმასთან შედარებით თუ რამდენი ტურისტიცაა და რამდენი ადამიანი ქუჩაში და თან არსად არ არის ნაგვისურნა, საკმაოდ სუფთა არის ბანგკოკი ჩემი აზრით. ყველაზე გიჟური ქალაქია, სადაც კი ვყოფილვარ. ჩემი ბრექფასტი, რომელიც უკვე ნახევრად ვჭამე, გამოიყურება აი ასე. ხოცადეთ აი ეს passion fruit. ძალიან არომატულია და მომწონს, მაგრამ ამის წვენი უფრო მომწონს დასალევად ვიდრე ესე.
ამას პირველად ჭამ და ცოტა კივის გემო აქვს. სტრუქტურაც. დღეს გადავწყვეტე რომ წავიდე პარკში. იმდენად არ ვეხები, ანუ ისევ ვზივარ რა შორს, რომ მომენტებში მომოწმებს ხო ისევ ვზივარ უკან. გონია რომ გადავუვალ. ხი გადმოვდგი თუ არა ეს შემხვდა. ეხა გავგიჟდები. Those hats. Yeah, it'sตัวเฮียอะไรอ่ะมังกรคอมมานโดสมอลตัวเฮียso no touch no that Okay, thank you. ნახევარი ვერ გავიგე, მაგრამ არ შეეხოვა. აი მე გადავირავი. Hey. ხუთის კიდე მოდის. მიახოლდება. პრობლემა number 1. არსად არ არის დაგვისუნები, აი ძალიან აწევდა და საერთოდ ხელში მიჭიროს მინდა რომ მოვშორო, მაგრამ დაგვისუნები არ არის. ამ წამს ვიყავ ძლივს რაღაცა დიდი, მაგრამ არის ხოლმე აი ეგეთი დიდები რა და არ ვიცი, აქაც აქცია იყო და გააქრეს, რომ ხალხს არ გადაეწვა თუ რა მოხდა, მართლა არ ვიცი. არა, უბრალოდ ვიცი გავარკვიე და თურმე რაღაც ტერაქტი მომხდარა ამ ნაგვისუნდაში ჩაგდეს და ის მერე გააქრეს ეს ნაგვისუნდები. ცოტა სიდებილია. თბილისში რომ ნაგვისუნდები გააქრეს, რომ აქციაზე არ დაგვეწვა, აი ცოტა ბაგას გავს რა. მაგრამ ნუ ფაქტი ეგაა. ჩემი რამდენიმე დღიანი ლაქშერი ცხოვრება გრძელდება. და მივდივარ მასაჟზე. ცოტა დავიწვი, კი არა, საკაიფოდ დავწვი, ნახევარი ტანი მაქვს მომწვარი. იმიტომ რომ ჩამეძინა და აქეთ ხარ სიყომზე და მანათებდა და დავწვი, არ და არ ვაპირებდი, მაგრამ არ აღშოს. იმედი ეხა მასაჟი უარეს არ მისამს. ხალხო, ის იყო სასწაული. ბოლოს გადამიმწვრია ფეხზე, რასაც ქვია და ამისი გავკაცვდი მთლიანად, რომ მეტი არ შეიძლება და თან რაცა ზეთით გამიგეთ მასაჟი და მინდა ეს ყოველდღე. ღმერთო 15 წუთია ველოდები ტაქსს და უცებ გამოიარა ტუკ-ტუკმა, რომ მე ვარო ჩაჯექიო და არ ხართ მეთქი მგონი თქვენთან ტუკ-ტუკი არ გამომიძახები. არაო, მე ვარო და ჩამსვა და მე მევაჭრება და ფასზე 5 ჯერ მეც მახტევინებდა და სხვა იყო. და ჩამოვუხდი და ის ჩემი ტაქსიც დავკარგე. ის ტაქსი მეძებს. იმენა აფერისტი. როდი მაქვს მაშინები. და რა თქმა უნდა დამაქენსელა იმ ტაქსმა. ვაიმე როგორ მომიშალა დეროები. თან ვეჭხუბები რომ რა 5000 მართმევდა. 5000 კი არა 500. და 100-ად მივდიოდი. შეიძლება გულის შეგიწუხდეს იმდენი ტურისტია. და მე პირადად ეგეთ დროს არ მერგება ხოლმე დათვალიერება. ნუ ისცა, sorry. ბანგკოკში ტაძრების ნახვა ძალიან საინტერესო იყო, მართლა შთამბეჭდავი იყო, უბრალოდ ჩემთვის შემდგომ უკვე მეტი იყო, რადგან ერთმანეთს გავდა, უფრო მომეწონა ყოფილი ტაილანდის დედაქალაქში არსებული ტაძრები, რომლის პროტოტიპიც არის გადმოტანილი უკვე ბანგკოკში და ის ტაძრები იყო ქვაში გაკეთებული და უფრო სადა და ჩემთვის ბევრად შთამბეჭდავი. ჩემი ჯობია. დავიკარგე, გასასვლელს ვერ ვფიქრობ, ხალხს ვეკითხები, მაგზავნია რაღაც ადგილებში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვფიქრობ. ანუ უბრალოდ იმდენი ტურისტია და ისეთი ქაოსია, რომ ძალიან რთულია. საოცრად დავიღალე. რაღაცა ჩრდილი ვიყავე ძლივს. მე ვატყობ რომელიმე ტაძარში დავეცემი და გარდავიცვლები ტაილანდში, ბანგკოკში. ვატფოს ტაძარში მაგალითად. ბუდას გვერდით ესე მიუწვევი, წოლიარე ბუდას.
მე თორა სიცხეა. მე ბუდა. ეხა საქართველოში რო ვიყავ ესეთ სიცხეში, აი სახლიდან ფეხს არ გავადგავდი. მაგრამ ესაა ტურისტის ცხოვრება. ეხა ვარ უკანა მხრიდან და ტაკო არა. აი ნახონდეს, მაგრამ არა აქვს. ამის ნახვა ნამდვილად ღირდა. ასე ვთქვათ, დაახურდავეს ფული, ჯამში მისცეს, არ ვიცი რამდენი და ყრიან სხვადასხვა ჯამში. მგონია რა უბრალოდ ტურისტული ატრაქციონია და რეალურად ბუდა მაგარ ფულს შოუო. ბუდა თუ მე და ჩემი თავზე ხელაღებული მწვავდი. Hola, amigos. ხელი დაგებანიათ ასეთ ხეზე? მე პირადად არა. დადმოგიფურთხებიათ ასეთ ხეზე? მე პირადად არა. ბანგკოკში ფაქტობრივად ყველა მაღალსართულიანი სახლის სახურავზე არის კაფე ან ბარი, რადგანაც იქიდან იშლება ძალიან ლამაზი ხედები და ძალიან კარგად იყენებენ მოკლედ სახურავებს, რითიც მოვიხიბლე. და ამიტომაც მოვიარე ბევრი ასეთი ადგილი. შემდგომ შემთხვევით დამემთხვა ჩინური ახალი წელი და ჩაინათაუნში იყო დიდი ამბები 3 დღის მანძილზე უამრავი ხალხით და საკმაოდ სახალისო იყო. საინტერესო გამოცდილება მივიღე ამ ქუჩებში ბოდიებით. ერთა როგორ მცხელა. შეიძლება სულ ამაზე ვწუწუნებთ. ეხლა ვართ ბანგკოკის, კი არა და ტაილანდის ყოფილ დედაქალაქში, რომელიც ეხლა არის ნაქალაქარი და გამოიყურება ესე და ძალიან ლამაზია. შეგიძლიათ დატკბეთ. აი ეს ვიყიდე ნეტა რა არის. კაი, ეხლა გავსინჯოთ. შეგინთ არის ხახვი, რაღაც ტკბილი, ხილი, გონიყველი, თუნიორი, აი არ ვიცი, ყველაფერი ჩაყარა ვაფშე. და ეს ჰოთოლი. არ ჭამოთ. Kungthep Mahanakhon Ammolatana Kosin მარტო მოგზაურობისას ყველაზე სასიამოვნო არის ის, რომ სადაც გინდა, რამდენხანსაც გინდა გაჩერდები და როცა გინდა წახვალ. მოკლედ სრული თავისუფლება გაქვს და არავის გათვალისწინება არ გიწევს. მე მაგალითად გადაღება მიყვარს ფოტოების და ვიდეოების და მეგობრებთან ერთად როცა მოგზაურობ, ხშირად ვაწუხებ ხოლმე, რადგან ხშირად მინდა რომ გავჩერდე და გადავიღო. ამიტომაც მწვენია მე რომ ესე ვაყოვნებ მათ. ეხლა სოლო მოგზაურობის დროს სადაც მინდა, რამდენხანსაც მინდა ვჩერდებოდი, ვიღებდი ყველაფერს და არანაირი შფოთვა არ მქონდა ამის გამო. მაგრამ ხო იცით, რაც მეტი თავისუფლება გაქვს, უფრო რთულია ცხოვრება რაღაც მხრივ. იმიტომ რომ პასუხისმგებლობებიც სრულად შენზეა. ამიტომ თავიდან მიჭირდა ყველა გადაწყვეტილების მიღება, რადგან დღეში მართლა უამრავი გადაწყვეტილების მიღება მიწევდა. მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას თითქოს ამ პასუხისმგებლობებსაც ინაწილებთ და უფრო მარტივია. მაგრამ დამიჯერეთ ღირს, ყველაფრად ღირს მარტო მოგზაურობა. იმდენი დადებითი რამ მომიტანა, რომ ნამდვილად ღირდა ყველა ნერვიულობად და მოკლედ ყველაფრად. ახლა ველოდები ტაქსს და გზა არის 9 საათიანი და უკვე ჩვენთვის მოპედი ტაქსით 9 საათი უკვე აღარაფერი აღარა.
თავიდან 15 წუთსაც რომ იწერდა და მე 15 წუთი. ეხლა თუ ვინდა 1 საათი ვიმგზავრებთ, ვინდა ბათუმში ჩავალ, ადრე ეგ ვერ წარმოვედგინე. ძალიან მივეჩვე. ბანგკოკს და ზოგადად ტაილანდს ცოცხალი მუსიკის ქვეყნის სტატუსს მივანიჭებდი. მართლა ყველგან უკრავდნენ და მღეროდნენ და უმეტესად კარგად და გემოვნებიანად. ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილი ამ ქვეყნის სწორედ ეს იყო. ყველაზე მეტად ასევე ის მომწონდა, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ასაკის ადამიანს შეხვდებოდი ბარში, რომელიც შენთან ერთად სუსტად ისე მოილხენდა, როგორც შენ. არ ქონდა მნიშვნელობა შენზე ახალგაზრდა იყო თუ ბევრად დიდი. ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ საქართველოში თითქოს სულ ჩემი ასაკის ადამიანებს ხედავ ყველგან ბარებში, კლუბებში, კაფეებში და თითქოს განსაკუთრებით დიდი ასაკის ჩვენზე უფროსი ადამიანები რაღაცნაირად ვერ პოლობენ ადგილს, სადაც შეუძლიათ მოილხინონ. არა და ჩემი აზრით გვაქვს იმის უნარი, რომ ყველა ასაკის ადამიანმა ერთად ვიპოვოთ რაღაც ადგილები, სადაც ერთად შევძლებთ ძალიან კარგ გართობას. ჩემი წასვლის დრო დადგა. ეხლა მივდივარ ჩიანგმაიში. ჩემი შესანიშნავი 2 კვირა დასრულდა ბანგკოკში. ახლა მაინც უდიდესი პარკით მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები დავტოვე ირინასთან. მივდივარ ჩიანგმაიში, მაქვს ფრენა, საათი და 15 წუთი მხოლოდ. მაგრამ 3 საათად რომ უნდა მივიდე აეროპორტში. და მე მივდივარ 3 საათნახევრით ადრე, იმიტომ რომ ყოველთვის მეშინია, რამე არ მოხდეს და მირჩევნია დრო მქონდეს. ეს არის ბანგკოკელი ჩიტის ჩემი საყვარელი ხმა.